უსმენთ და არ გამსჭით. ჩატში 10 წამზე უფრო გრძელი voice message-ები თუ იწერება ხოლმე, უბრალოდ ვაგულებ და აღარ უსმენ. მე ვიცოდი. უსმენთ და არ გამსჭით. როცა ვიცახი რომ ტაქსით მოვდივარ, ფეხით მოვდივარ ხოლმე. მე ზუსტად იმ დროზე მოვდივარ, როცა საჭიროა, მაგრამ არ გამსჭით. როდესაც ვიწერები ჩატში და ვიცახი რომ უკვე ტაქსში ვჯდები, ამ დროს მაკიაჟს ვიკეთებ სახლში. ახალი ამბავი. ვისმენთ და არ გამსჭით. ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელზეც მთხოვეთ რომ დამედიტებინა, თქვი რომ მასალები წამეშალა, როცა მეზარებოდა გაკეთე. სტორიში რამეს თუ ლაპარაკობთ ხოლმე, ხმას ვუწევ და ბოლომდე უსმენ, ოღონ არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ, იმიტომ რომ სტორიებში ლაპარაკობენ არ მიყვარს და ვერ უსმენ ხო. უსმენთ და არ გამსჭით. ერთხელ გადაღებაზე ლიკას აგვიანდებოდა და მე ვეჩხუბე ლიკას ყველაზე მეტად, ალბათ რაც შეიძლება რომ ეჩხუბო ადამიანს და ამ დროს მეც ვაგვიანებდი უბრალოდ. მე ცოტა უფრო პასუხისგებლიანი გამოვჩნდი. ვისმენთ და არ გამსჭით. ერთხელ გითხარით რომ მოგზაურობა უცებ დავგეგმე და არ ვიცოდი ისე მივიდიოდი, მაგრამ დიდი ხნის დაგეგმელი მქონდა და ისე წავედი. ვიცოდი უსმენთ და არ გამსჭით. მაგრამ ვიცოდი. გახსოვს შენ რომ ხორციანი ხინკალი ჭამე შემთხვევით? ვიცი რომ შემთხვევით არ ყოფილა. მე შეგიცვალე. მართლა? კაი, უსმენთ და არ გამსჭით. ლიკა. ბოლო ერთი თვეა TikTok-ები რაც გამომიგზავნე, უბრალოდ რენდომზე ვაგულებ ხოლმე, არც ერთი არ მაქვს დანახე. არ გამსჭით. ვისმენთ და არ გამსჭით. იმიტომ რომ 5 ჯერ გამომიგზავნე იგივე ვიდეო, რასაც მიგიგზავნი ხოლმე, შენ არ უყურებ რას გიგზავნი და მე ყველაფერს ვუყურებ. ვაფშე არ. სადღაც 2 წლის წინ მქონდა ЧПС-ს გადაღება, გამიუქმდა, მაგრამ მაინც გითხარით რომ ЧПС-ს გადაღება მაქვს, იმიტომ რომ ძალიან არ მინდოდა თქვენთან. უსმენთ და არ გამსჭით. არა მშრომლობაზე რა გწერენ ხოლმე, ხო იცით მეილზე. თუ მეილზე გწერენ, სამეგობროს მეილი არ მინახავს, იმიტომ რომ დალოგინებული არ ვარ. 4 წელია ეს მეილი არსებობს. უსმენთ და არ გამსჭით. და ამის მერე ანუ, კაი.